ბერხუთში მდებარე წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის ქართველთა ნამონასტრალის უბანზე ვირჯილიო ყორბამ გარდა ქართული წარწერებისა, რომელთა მნიშვნელობა მართლაც განუზომელია ქართული კულტურის შესწავლისათვის წმინდა მიწაზე, აღმოჩენილი იქნა სხვა ნივთიერი მასალაც და ერთ-ერთი მათგანი არის, ახლა თქვენ წინაშე წარმოდგენილი ბეჭედი. ბეჭედი ვლალისფერი თვლით, ამ ბეჭედს ახლავს წარწერა, რომელსაც უпроსტად სახელი არის ამოტვიფრული ნეგატიური სახით, ანუ სარკისებრად იოანე. და ეს არის საბეჭდავი ბეჭედი, როგორც თვლის ვირჯილიო ყორბა და სხვა მეცნიერები, როგორც მიიჩნევენ ამას და რადგან ის ცვილზე, ასე ვთქვათ, დატანიცას ანაბეჭდს ტოვებდა. ვინ არის ეს იოანე, ჩვენთვის უცნობია. აკადემიკოსმა გიორგი თავის ძოზე გამოთქვა მოსაზრება და სხვა მეცნიერებმაც მათ შორის, რომ ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული პეტრე იბერის მეგობართან, მითრიდატე იგივე იოანე ლაზთან. თუ ეს ასეა, მაშინ ჩვენ წინაშე არის ექსპონატი მეხუთე საუკუნის შუახნებისა და თუ ისე მართლაც ეკუთვნის ჩვენს სასიქადულო იოანე ლაზს, ეს მართლაც საინტერესო ნივთად შეიძლება ჩაითვალოს, თუნდაც ამ მხრივ, მაგრამ რა თქმა უნდა სახელთა იდენტობა ვერ წყვეტს ამ საკითხს. ჩვენ დაწვრილებით არ ვიცით, იოანე შეიძლება სხვა პიროვნებაც იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი ადამიანი, ალბათ წინამძღვარი მონასტრისა რაღაც კონკრეტულ დროს, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებდა და ასე ვთქვათ, თავის ანაბეჭდს ტოვებდა აი ამ ბეჭდით.